მაშ ასე ამ ვიდეო გაკვეთილში თქვენ ისწავლით როგორ დარეგისტრირდეთ issues-ზე, რომელიც გახლავთ ონლაინ სივრცე, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი პრეზენტაციები და აი ამ ფორმატში შემდგომ ჩაშენოთ TwinSpace-ზე ან ბლოგზე. ახლა მოდით მივყვეთ ნაბიჯ. თუ თქვენ ხართ უკვე issues-ზე დარეგისტრირებული, მაშინ გირჩევთ რომ sign in Relax-ს დააწყაპოთ და თუ არ ხართ, მაშინ create account-ზე დაწყაპებით შეგიძლიათ პირდაპირ გააგრძელოთ Facebook-ით, უფრო მარტივია დარეგისტრირება ან sign in with Google-ით. ან თუ თქვენ თვითონ ჩაწერთ email-ს, password-ს მიუთითებთ ორჯერ და შემდეგ აი ამ თანხმობას მიაწყაბებთ აქ, რომ ეთანხმებით აი ამ ინსტრუმენტის პირობებს. რადგანაც უკვე დარეგისტრირებული ვარ, მოდით sign in Relax-ით Facebook-ის გააქტიურებით, გავივლი ხელახლა შესვლის ნაბიჯებს და აი ეს ასე გამოიყურება issue. პირველ რიგში გეტყვით, რომ პუბლიკაციებში, ანუ publication-ში შეგიძლიათ იხილოთ თქვენ მიერ ატვირთული რესურსები. რაც შეეხება რესურსის ატვირთვას, upload Relax-ზე დაწყაპებით. თქვენი დესკტოპიდან ან Google-ის Drive-დან ან Dropbox-დან შეგიძლიათ წაიღოთ ნებისმიერი ტიპის დოკუმენტი, იქნება ეს PDF ფორმატში, Word-ში, Google ფორმებში და ასე შემდეგ. PowerPoint-ის დოკუმენტს წავიღებთ ახლა და ავტვირთავთ issue-ში. გნებავთ issue-ში. შემდეგ აქ დავწერთ სათაურს დავარქმევთ. მაგალითად Christmas presentation. აქ აღწერაში დავწერთ მაგალითად for between project. და პრინციპში მეტი ველების შევსება თქვენ აი პირობითად წიგნს მომნიშნავთ აქ აღარ გევალდებულებათ. შემდეგ დავაწყაპებთ publish now, იმიტომ რომ ეს დანარჩენი ვარსკვლავებიანი ველები გახლავთ უკვე ფასიანი მომხმარებლისთვის. Publish now-ს Relax-ზე დაწყაპებით, თქვენ პროგრამა გაწვდით ეგრევე BMOOL-ს, რომელიც შეგიძლიათ შემდეგ წაიღოთ და სადაც გნებავთ იქ მოათავსოთ, მაგალითად აი ასე. ესე. ახლა თქვათ კიდევ მინდა მე BMOOL-ის აღება და აქედან გამოვედი, ხო? რას ვაკეთებ ამ შემთხვევაში? შევდივარ პუბლიკაციებში, publication Relax-ს ვაქტიურებ. და აი აქ არის ყველა ის პრეზენტაცია, რაც მაქვს ატვირთული და თქვათ მინდა ეს პრეზენტაცია რომ გავაზიარო, რას ვაკეთებ ამ შემთხვევაში. აქ არის გაზიარების BMOOL-ი, შევდივარ პრეზენტაციაზე და შემდეგ გვერდით share link და აი ეს BMOOL-ი, რომელიც წეღან მომაწოდა ასევე ატვირთვის დროს პროგრამა. მიმოქვს და წავიღებ სადაც სურს. ახლა გაჩვენებთ TwinSpace-ზე როგორ ვდებთ აი ამ BMOOL-ს. ოღონდ წეღან რომ ვთქვი ბლოგზე ჩაშენება, ეს ბლოგზე ჩაშენების ფუნქცია სამწუხაროდ უფასო აღარ არის. თუ ასეთი BMOOL-ის მიღება გსურთ, მაშინ თქვენ მოგიწევთ პრემიუმ ანგარიშის ყიდვა. ახლა როგორ ჩავდებთ BMOOL-ს TwinSpace-ზე? რედაქტირების რეჟიმში გადავიყვანთ TwinSpace-ზე გვერდს. მოვათავსებთ კურსორს, სადაც გვინდა რომ ჩავდოთ ეს ჩვენი არ აქტიურდება, აი ახლა გააქტიურდა, სადაც გვინდა რომ ჩავდოთ ჩვენი issues.
აი მაგალითად ზემოდან დავდებ. შევდო like iframe-ში. ჩავდებ ნულს აქ და დავაწყაბებ OK-ს. ნახოთ რა მივიღეთ. გავაგზავნოთ. და issue აი აქ ჩაგვიშენდა ახლა ჩვენ. ანუ ფაქტობრივად ჩაშენების ბურის გარეშე შესაძლებელია twin space-ის გვერდებზე აი ამ რესურსის მოთავსება. ცოტა ხანი დრო ჭირდება, რომ დაალაგდეს ყველაფერი თავის ადგილას და აი ისიც. ეს იყო სულ. გისურვებთ წარმატებას.